ღირსი მამის გაბრიელ აღმსარებლისა და სალუსის წმინდა ნაწილები დღეს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს. სიწმინდეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ეკლესიის შესასვლელში შეეგება. საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელმა წმინდა სინოდის წევრებთან ერთად სავედრებელი პარაკლისი აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ კათოლიკოს პატრიარქმა სრულიად საქართველოს დალუცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სახელითა მამისათა დაზისათა და წმინდისა სულისათა სულიწმინდა მოვიდეს ჩვენ ზედა და ზალი მაღლისაკ პარვიდეს ჩვენ. ძალიან ხშირად ადამიანები მორწმუნე ადამიანების და მორწმუნოს გვეკითხებიან ჩვენ რა არის ბედნიერება. აი დღეს რაც ხდება საქართველოში ეს არის ბედნიერება. ეს არის ერისა და ქვეყნის გაბრწყინება. ეს არის სულიწმინდის მოსვლა. ეს არის ჩვენი ფერისვალება. ეს არის ის მდგომარეობა, როცა კეთილი მეფობს, როცა ბოროტება განიდევნება. ეს არის შენდობა, ურთიერთსიყვარული. ეს ყველაფერი არის ბედნიერება და არის გაბრწყინება. და ეს ყველაფერი მოგვიტანა ჩვენ მამა გაბრიელმა, ერთმა ადამიანმა შესწვალა მთელი საქართველო და ჩვენ ვმადლობთ უფალს და ვმადლობთ მამა გაბრიელს ამ დიდი წყალობისათვის. ეს არის ნიშანი საქართველოს გადარჩენისა. ეს არის ნიშანი საქართველოს ბედნიერი მომავლისა. აი დღეს ჩვენ დედაქალაქს და მთელ საქართველოს ლოცავს მისი მაღალ ღირსება მამა გაბრიელი, რათა უფალმა ზალიერსათვის მოსცეს, უფალმა ნაკურთხოს ერიtvisi მშვიდობით. ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეებს. ულოცავთ მის მაღალ ღირსებას მამა გაბრიელს. დღეს მიწიერი და ზეციური საქართველო გამთლიანდა ამ ზეიმში. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და საქართველო. ღმერთმა ღირსი გაგხადა წმინდა ნაწილების თხოვის მიახლოების და ღმერთმა მთლიანად მთელ საქართველოს ყველა წმინდანი შეეწიოს თქვენ და მთლიანად საქართველოს გვენახოს ყველა წმინდანის მადლით საქართველო განთლიანებული. დღევანდელ დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს პატრიარქს და მთელ ქართულ მართლმადიდებელს და ვუსურვებ სიკეთეს, სიხარულს და გაბრწყინება საქართველოს, რომელიც უკვე არის მოახლოებული.
ღირსი მამის გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის წმინდა ნაწილების გადმოსაბრძანებლად სასულიერო პირები და მორწმუნეები დღეს დილიდანვე ემზადებოდნენ. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წმინდა სინოდის წევრებმა სავედრებელი პარაკლისი აღავლინეს და თბილისისკენ მსვლელობაც დაიწყო. ამ უმნიშვნელოვანესი და სასიხარულო მოვლენის თითოეული მონაწილე დღევანდელი დღით გამოწვეულ უდიდეს სიხარულზე საუბრობდა. Განსაკუთრებულად რაღაცა განსხვავებული არის ამ დღეებში. თუნდაც იგივე მამა გაბრიელის თაყვანისცემაში ჩვენ ხედავთ რომ ის საყოველთაო რწმენა, სიყვარული, რომელიც არის მამა გაბრიელის მიმართ, რომელიც სულ ჩანდა ეს ადამიანთა შორის საუბრების დროს, როცა თემა ეხებოდა მამა გაბრიელს, ჩანდა იმ ფოტოებში და მერე უკვე ხატებში, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში არის. ჩანდა რასაკვირველია იმაში, რომ მამა გაბრიელი ძალიან ხშირად აღასრულებდა სასწაულებს და აი ეს თაყვანისცემა მის მიმართ, წმენა მის მიმართ ითხოვდა უფრო დიდ გამოხატულებას. ითხოვდა უფრო ისეთ საშუალებას, რომ ხალხს უფრო მეტად მისცემოდა ამის საშუალება და აი სწორედ ეს აღმოყვანება წმინდა ნაწილების თავისთავად მისი მნიშვნელობა ის არის, რომ წმინდანს მიეგოს უფრო მეტი პატივი, ვიდრე შესაძლებელია იმ პირობებში, რომელიც მას აქვს. ეს დღეები განსაკუთრებული სიხარულის მომნიჭებელი აღმოჩნდა ყველა ჩვენთაგანისათვის. გადააჭარბა იმ მოლოდინს, რომელსაც ჩვენ ფიქრობდით და ჭეშმარიტად ყველანი ვგრძნობთ წყალობას უფლისას და შეწევნას ჩვენი ღირსი მამების. დარწმუნებული ვარ, რომ მათი მეოხება შეეწევა ყველა აქ მოსულ ადამიანს, ბედრებელს, შეეწევა ადამიანებს, რომლებმაც მოიყვანეს თავიანთი შვილები, თავიანთი ახლობლები, რომლებიც ზოგი განსაცდელშია, ზოგი ავად არის, ზოგი მწუხარეთ არის და გამომართლდებათ ეს მოლოდინი, იგრძნობენ უფლის შეწევნას და ღირსი მამების მეოხებას. ღვთის წყალობით მოვედით მე და ჩემი პატარა თეოდორა, რომელიც ოჯახში არის მეშვიდე გოგონა და ვემთხვიეთ მამა გაბრიელის წმინდა სხეულს. ყოველს გილოცავთ სრულიად საქართველოს ამ დღეს და მამა გაბრიელი გფარავდეს და შეგეწიოთ. დიდი მადლი გადმოვიდა საქართველოსთვის ბერი გაბრიელის წმინდანის საფლავის გახსნით. ვისურვებდი, რომ სრულიად საქართველო განთლიანებული იყოს პირველ რიგში და ყველა ოჯახში, ქართულ ოჯახში და ქრისტიანულ ოჯახში მშვიდობა, ბედნიერება, ღირსება დასადგურებული იყოს. ღირსი მამის წმინდა ნაწილებს სხვადასხვა ეპარქიიდან ჩამოსული თუ ადგილობრივი მრევლი დედაქალაქშიც დილიდანვე ელოდა. ლოცვითი მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო და ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრამდე გაგრძელდა. პროცესიას მრევლი გზადაგზა სანთლებითა და წმინდანის ხატებით ხელში უერთდებოდა. როგორც აქ შეკრებილები ამბობდნენ, ბედნიერია ადამიანი, რომელიც ამ ღვთიური სიხარულის თანაზიარი ხდება. გილოცავთ ყველას დღევანდელს. მართლაც წყალობა მოეფინა დედაქალაქს ჩვენი ქვეყნისა და შეეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა კურთხევა სრულიად საქართველოს და თვითონ თქვენთაგანს. როგორც მოდიოდა ფეხით მამა გაბრიელი მცხეთიდან თბილისამდე, აი მარშრუტით მოვდივარ ჩვენ და ისეთი საოცარი რამ ჩვენ ყველას გვინდა მშვიდად ვიაროთ, მაგრამ მამა გაბრიელს როგორც უყვარდა ესეთი სწრაფი სიარული ისე ყველა სწრაფად მივდივარ სამებაში. გახარებულები ვართ, შილო დიდება და მადლობა უფალს ამ დღეს რომ მოგვასწრო. დიდება და მოეფინოს მამა გაბრიელის წყალობა მთელ საქართველოს. გილოცავთ ამ დღეს და მინდა უსურვო ყველა ქართველს, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეთ. თავი ეს არის და ამ სიყვარულით ყველაფერს გავაკეთებთ, იმიტომ რომ სიყვარული მე მგონი მთებს გადადგამს და უფალს ამას გვასწავლის, რომ მხოლოდ სიყვარული გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას და საერთოდ მსოფლიოს და გილოცავთ ამ დღეს და ამ დღის მადლით მთელი საქართველო გაერთიანებული იყოს. ღირსი მამის გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის წმინდა ნაწილების მოლოცვა მრევლს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ერთი კვირის მანძილზე 24 საათის განმავლობაში შეეძლება, რის შემდეგაც წმინდანს სამთავროს ფერისცვალების სახელობის ტაძარში დაკრძალავენ.